სალამი, ეს ვიდეო არის დამწყებებისთვის. ამ ვიდეოს მთავარი მუღამი ის არის, რომ ისეთ ადამიანმა, რომელსაც უშუალოდ ტრეიდინგთან შეხება არ ქონია აქამდე, უკუროს ამას და გაიგოს არის ტრეიდინგი მისთვის თუ არა. ამ ვიდეოში ვილაპარაკებ სამ მნიშვნელოვან ეტაპზე ტრეიდინგის ზოგადად თვითონ პროცესზე, რაც უნდა გაიაროს ტრეიდერმა, რა მოლოდინები უნდა ქონდეს ტრეიდინგში. და ზოგადად მარტივად რო აგეხსნა ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა, რომ დამწყებს მინდა დავეხმარო იმაში, მარტივად გავარკვევნო არის თუ არა ტრეიდინგი მისთვის. მოკლედ პირველი, რაზეც ვისაუბრებ, იქნება რისკები. ეხლა რას გულისხმობ ამაში? ზოგადად სამ ტრეიდინგს დავიწყებთ, არის საკმაოდ ბევრი გასათვალისწინებელი ფაქტორი, რაც იდეაში არ წარმოვიდგენია და გამოცდილება რახან არ გვაქვს, გონია რომ ეს ყველაფერი არც დაგჭირდება და არც შეგვაწუხებს მომავალში. და რა არის ახლა ეს? პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რასაც ქვია აზარტის მოყვარე ადამიანი. ადამიანი თუ არის ძალიან აზარტული და ამ ყველაფერს მიუდგება ისე როგორც თამაშს და კაზინოს, ანუ არასერიოზულად, მარკეტიც იმაზე უარესად გასცემს პასუხს, ვიდრე კაზინო, ეს გემბლინგი გასცემდა პასუხს. ამიტომ პირველი გასათვალისწინებელი ფაქტორი ეგ არის, რომ არ უნდა მიუდგეთ ტრეიდინგს თამაშის კუთხით, ასევე რაც მთავარი გასათვალისწინებელია და ბევრი ვერაკეთებს ამათ შორის სხვაობას, რაც არის ალბათობები და შესაძლებლობები. და ტრეიდინგი პირველ რიგში რაც არის შესაძლებლობების თამაში და არა ალბათობების. აი ამას უნდა ვითვალისწინებდეთ პირველ რიგში. ასევე რაც მთავარია, мотиваციის მიზნით და რაღაცა იმის მიზნით, რომ აი მალე ფული გავაკეთოთ, ან ვიღაცისგან გაიგერო ამაში ფული იშოვება, ჩქარი ფული იშოვება, ჯერ ჩქარი ფული არ არსებობს, ჩქარი ფული იშოვება და მოდი უცბად აქედან გავაკეთებ, ეგრე არ ხდება. ტრეიდინგში თუ გინდა რომ ამ საქმეს მიყვე და ამ საქმით ფული გააკეთო, დრო დაგჭირდება. ეგ უნდა გაითვალისწინო აუცილებლად. ეგეც ერთი რისკი, რომ ტრეიდინგში ასევე დაგჭირდება რაღაც გარკვეული დრო. ეგ უშუალოდ ადამიანზე არის დამოკიდებული, არის დამოკიდებული იმაზე, თუ ადამიანს რა მიმართულება აქვს, მაგალითად რო ავიღოთ, ასწავლის ვინმე თუ თავისით. საკუთარი თავის იმედად სწავლობს, სხვა ვიდეოების ყურებით თუნდაც და თვითონ აპირებს ამ ყველაფრის შესწავლას, ამ გრძელი გზის გავკოლოს. მაგ შემთხვევაში სავარაუდო დრო, ეგეც ადამიანზე არის დამოკიდებული, მაგრამ არის 2-დან 4 წლამდე და თუ ვიღაც ყავს ისეთი, რომელმაც ნამდვილად პროფესიონალურად იცის ტრეიდინგი და ის გასწავლის, სამისად ეგ დრო საკმაოდ მცირდება, იმიტომ რომ მაგ ყველაფერში ბევრი პრობლემა, რაც ტრეიდინგს ახვევია თავს, ეგ ყველაფერი ჩათვალე შენ აღარ გეხება. ყველაფერს ის ადამიანი იღებს თავის თავზე, რომ გასწავლოს და წინასწარ გაგაფრთხილოს იმ ყველა საშიშროებებზე, ასე ვთქვათ, რაც ტრეიდინგის არასწორად შესწავლას მოყვება საბოლოოდ. სხვიანი ადამიანი კიდევ სხვის შესწავლებას სწავლობს. ამიტომ სხვისი, ასე ვთქვათ, ბჭყალებში მენტორობით ტრეიდინგს შეისწავლი 8 თვიდან 1 წელში. ოღონდ ამაში იმას გულისხმობ, რომ ფულის გამომუშავებას დაიწყებ. აღარ იქნები წამგებიანი ტრეიდერი. და ეგ უკვე ბევრს ნიშნავს, შეიძლება ბევრი ვერაკეთო, წაგებების ხშირად გქონდეს, მაგრამ წამგებიანი ტრეიდერი აღარ იქნები. და ერთი რაც ასევე გასათვალისწინებელია ამაში, იმის მოლოდინიც არ უნდა გქონდეს, რომ 1 წელში ძალიან მაგარი ტრეიდერი დადგები. იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმეს ჭირდება გამოცდილება. გამოცდილება თუ არ გაქვს და მარკეტზე ის დრო გატარებული, რაც იდეაში ამას რეალურად ჭირდება, ამის გარეშე ამ საქმეში არაფერი არ გამოვა. სანამ გადაწყვიტავ იმას თუ ნამდვილად გინდა ტრეიდინგი თუ არა, დაფიქრდი იმაზე, გიღირს თავიდან დღეში 8 საათი, 12 საათი, 15 საათი გაატარო ჩარტებზე, გაატარო ამ ყველაფრის შესწავლაზე. 1 წლის განმავლობაში ყველას მოწყდე და ამ საქმეში ჩაერთო, რომ სერიოზულად შეისწავლო და მართლა შედეგი დადო, თუ გინდა ამ საქმის გარამის გამოყვანა, რა თქმა უნდა, და თუ სერიოზულად ფიქრობ ამ ყველაფერზე. ხარ იმაზე წამსვლელი 1 წელი რაღაც პერიოდი ზედიზედ წააგო და კიდე წააგო. მოგებას რო ვერ ხედავ და წინსვლას რო ვერ ხედავ. დარწმუნებული ხარ იმაში, რომ მაგდენი ნებისყოფა გეყოფა და დისციპლინა გექნება, რომ დარჩები ამ საქმეში და ბოლომდე მიიყვან? თუ არ არის ესე, ჯობია ეხლავე გათიშო ვიდეო და დაანებო ამ საქმეს თავი. ბოლო მნიშვნელოვანი მინუსი არის წაგება. ზოგადად ეს ყველაფერი იმიტომ არის რთული, რომ ადამიანები ზოგადად ესე დააპროგრამეს თავიდანვე, რომ წაგება, მაგალითად რო ავიღოთ სკოლაში დაიწყეს ამ ყველაფრის სწავლა, ბაღში დაიწყეს, სკოლაში დაიწყეს, სახლში გელაპარაკებოდნენ, რომ არ უნდა შეგეშალოს, შეცდომა არ უნდა დაუშვო ცხოვრებაში. რაღაცა თუ შეგეშალა, არასწორია და ცუდია და პირიქით. ყველა დიდი ადამიანი და იდეაში ყველა ადამიანი შეცდომებიდან ვსწავლობთ.
შეცდომა რო არ დავუშვათ, ისე ჩვენ ვერ განვითარდებით. შეცდომის დაშვების არ უნდა გვეშინოდეს, მთავარია იმის გამოსწორება შეგვეძლოს. ჩვენ თუ შეგვიძლია იმის გამოსწორება და ვართ წამსვლელები რო ის გამოვასწოროთ, შესაბამისად შეცდომის დაშვება არ უნდა გვეშინოდეს. ამის გარეშე ვერ განვითარდებით. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გესმოდეს, სანამ ტრეიდინგს დაიწყებ. მორჩეთ ერთი სიტყვით სუფ მხარეებზე ლაპარაკს, გადავიდეთ ახლა კარგი მხარე რაც აქვს ტრეიდინგს და მართლა ძალიან იდეალური მხარე. წარმოიდგინე გავიდა 1 წელი, 2 წელი და უკვე ხარ წარმატებული ტრეიდერი. უკვე დაიწყე ფულის გამომუშავება და ტრეიდინგში ფულის შოვნა იმაზე მარტივად გეჩვენება როგორც არაფერი. წარმოიდგინე რომ უბრალოდ ყოველ დღე გაიღვიძებ, თავისუფალი ხარ მთელი დღე და დაждები მარკეტზე 1 საათი, მაქსიმუმ 2 საათი. გააკეთებ ფულს და მთელი დღე ისევ თავისუფალი გაქვს. და კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი პლუსი რაც არის, ამას აკეთებ მაშინ, როცა შენ გინდა, რამდენჯერაც გინდა, საიდანაც გინდა. ანუ იდეაში ტრეიდინგი არ გაძლევს მარტო ფინანსურ თავისუფლებას. ტრეიდინგი ასევე გაძლევს ლოკალურ თავისუფლებას. ასევე გაძლევს, რა თქმა უნდა, ფინანსურ თავისუფლებას და დროის თავისუფლებას, რაც ყველაზე მთავარია. შეიძლება ძალიან ბევრი ფულს აკეთებდი ადამიანი, მაგრამ დროის თავისუფლება არ გქონდეს. დრო ისეთი რაღაცაა, რომ უკან ვერაზოს ვერ დაიბრუნებ. დრო თუ არ გაქვს, რა აზრია შენ საქმის კეთებას. ასევე ლიმიტები არ გაქვს ტრეიდინგში. შეგიძლია ძალიან შეუულებრივად, რომ დღეში მილიონი აკეთო, დღეში მილიარდი აკეთო. კი, შეიძლება ვიღაცის რეალისტური არ იყოს ეს, მაგრამ შესაძლებელია. არ არის არანაირად გამორიცხული, იმიტომ რომ ბევრი ფაქტი არსებობს. და მაგას თავი რო დავანებოთ, შეზღუდული უბრალოდ არ ხარ. არანაირად არ ხარ იმაში შეზღუდული, რამდენი ფული შეგიძლია რომ გააკეთო, მაგას შენ წვიდავ და სხვა არავინ. სულ ეს იყო ამ ვიდეოსთვის. იმედია მარტივად დაგანახე ის გზა, რაც ტრეიდერმა უნდა გაიაროს და იმედია შენც მარტივად მიხვდები ღირს თუ არა შენთვის ტრეიდინგის დაწყება. ასევე შეგიძლია ძალიან მარტივად მივუდგე და მარტივად დაფიქრდე, შენ თუ მაგალითად ჩააბარე რაღაც ისეთ პროფესიაზე, აგრეთვე ადვოკატობაზე, რომელშიც ნორმალური ხელფასია ვითომ, როგორც დაგვაჯერეს, რომ ხელფასზე უნდა იყვნენ ადამიანები და სხვისთვის უნდა იმუშაონ. კაი, ვთქვათ, ნორმალურ ხელფასს აკეთებენ, ხო? იმას ხო უნდა სწავლა 4-5 წელი ხო მაგისტრის სწავლობენ 6 წელი 7 წელი დაჟე მაგისტრის სწავლობენ რომ ის პროფესია გამოუვიდეთ და მერე კიდე ღმერთმა იცის რამდენი ხანი ჭირდება სანამ სამსახურში მოეწყობიან ხო ელემენტარული არის 2 წელი არ გიღირს იმაში რომ აქ ჩადო შენი მთელი მაქსიმუმი გააკეთო და ბოლოს ისე დაგიფასდეს როგორც მოსახლეობის 99.9%-ს ვირასდროს ვერ დაუფასდებოდა არჩევანი შენზეა